მოგესალმებით, ეს არხი გუჯას გარაჟია და ჩვენ დღეს განვიხილავთ Lamborghini Murcielago-ს და თანაც ავტოარტის 1.53 მასშტაბს. მოგესალმებით. ავტოარტის კიდევ ერთი აგერ. Viper-ის მერე. Viper-ის მერე მშვენიერი და მოდელი. კიდევ ერთი ლეგენდარული იქით მიატრიალებული. ლეგენდარული მოდელი Lamborghini-ის და საუკეთესო საკოლექციო ბრენდის. რომელიც ღირს $100-დან ზევით. მოიწონა მე რა თქმა უნდა დაბალ ფასში ვიყიდე. ხო, თან ავტოარტს $100-დან და ზევით რატომ? არის კიდე ავტოარტს აქვს ლიმიტირებულები. რომელიც ის $100-ზე ბევრად ძვირი ღირს. კი. ნუ Murcielago-ს თან ავტოარტის და თან ესეთი ფერის არ ყიდვა არ შეიძლება. ხო. კარფაში. ნუ ფერთან დაკავშირებით პირდაპირ ვიტყვი რომ უმაგრესი ფერი არის, არ ვიცი კადრები რამდენად აქვს, კადრები იქნება, მაგრამ თვალით რო შეხედოთ, აი ძალიან ლამაზი ფერია რა. დაჟე აი მზის ხივი რო ეცემა, სპანერი ფერი ხდება. ეს არის ყვითელი მეტალიკი. თუ შეგიმჩნევია, სხვანაირი ფერი ხდება, როგორც კი მზე დაეცემა. ხო, იმიტომ რომ მეტალიკი არის და მაგიტომაც სხვა ფერი ხდება. ხო და თან როდსტერია. თან როდსტერია. როდსტერი შემხლომე. და მით უმეტეს რომ როდსტერი საერთოდ ნამდვილიც კი იშვიათია. ხო. ხო, არქი უნდა გამოიწეროთ. ვიდეო უნდა დაალაიქოთ, გააზიაროთ და კომენტარები უნდა დატოვოთ. და რაც მთავარია, ესეც დონაციით არის ნაყიდი. კი ბატონო. კი ბატონო, აუცილებლად დონაცია. ხო, ანუ დონაციები რო იქნება ხოლმე, ესეთ მაგარ მანქანებს, მაგარი მანქანები ჩვენზე იყოს მოკლედ რა. რაც უფრო მეტი დონაცია იქნება, მით უფრო მაგარი მანქანები, მაგარ მანქანებს შემოგთავაზებთ. იშვიათები მაგრები რამდენი. კი ბატონო. Lamborghini ორივეს გვიყვარს. რაღაც მოდელები, მაგრამ არის Lamborghini-ები, რომლებიც თვითონ ისტორია და აუცილებლად უნდა ჩაიწეროს. ეგ აუცილებელია. სხვათა შორის ამ მოდელს ეხლა რო გითხრა რომ ვაი და რაღაცა სასწაული ისტორია აქვს მე. და რაღაცას ვიტყვი რა. ხო. Murcielago-ზე უნდა თქვა რაღაც. აი და რექვემოდანაც კი ორიგინალური არის. ხო. ხო, ვიცი. ნახე. Murcielago-ზე რაღაცა უნდა თქვა. დიდად რო გითხრა მის დიზაინი ვერ მიზიდავს. ბევრად მაგარი მოდელები ყავს. ნუ აი როგორი სიტუაცია იყო, იცი? ეხლა წარმოიდგინე Audi-s ხელში არის ახალი ჩავარდნილი Chrysler-ის მერე. მე მგონი Audi-s ხელში პირველი გამოვიდა Audi-s ხელში ეს მოდელი, კი ბატონო? ხო, და შვილმა იმუშავა თუ არ ვწდები. ხო, თან ფლაგმანი უნდა ჩაენაცვლებინა ყველა ვარიანტში. Diablo? ხო, Diablo უკვე кайხანი გამოდიოდა და მაგის ვიდეო დევს. კი ბატონო. და რაღაცა ახალი უნდა მოეფიქრებინა რა. ხო. აუც. რო წინსვლისკენ სულა კიდე ხო იცი საჭირო არის ბიზნესში. ხო რა, უფრო განვითარება. ხო და მაგიტომაც 2001 წელს ხო. გამოვიდა ეს ავტომობილი. 2001? კი ბატონო. ვაუ, უკვე 21 საუკუნის. კი. და სულ გამოდიოდა 9 წლის განმავლობაში. ანუ 2010-მდე. კი ბატონო, 2010 წლის ჩათვლით გამოდიოდა. მერე უკვე 2011-ში უკვე გამოვიდა აგერ ჩვენთვის ყველაზე საყვარელი Lamborghini Aventador-ი. Aventador-იც იმედი მაქვს რომ იქნება. იმედია რომ ეგ ავტომობილიც გვეყოლება და მაგის განხილვასაც აუცილებლად. მოიცა კაცო. ამის მე ხო gallardo იყო. ეს პირველი გამოვიდა 2001-ში. და მერე გამოვიდა gallardo. ხო, მაგრამ gallardo ფლაგმანი არ იყო. ხო. მივხვდი. ნუ ის აი ამასა და Aventador შორის ორი მოდელი გამოვიდა.
ერთი gallardo და მეორე ლიმიტირებული გამოუშვეს უკვე დიზაინი რო შეიცვალა რა ანუ პრეორდერივით გააკეთეს და სულ 6 წელი რო ააწყეს პრეორდერი არა ანუ ის არის რა ქვია 6 წელი ვენენო რო გააკეთეს არა აბა რევენტონზე მაქსო ნუ და რევენტონის ბაზაზე გამოუშვეს მე ავენდა ხო ისა ვენენოზე შემეშალა აქვე გამოვარსწორებ 6 წელი არა 3 წელი მოკლედ 2001-დან დაიწყო ყველაფერი ეს ავტომობილი რო გამოვიდა ხო სხვათა შორის ერთ მინიშნებას გავაკეთებ ამ მანქანასთან დაკავშირებით რომ აბა თუ გამოიცნობ აკუმულატორი სადაა ამას სავარაუდოდ ბაგაჟნიკშია არა ანუ ან სკამის ქვეშ არა მაშინ აი აქ ქვეშ აქ აი ეს ნაწილი იხსნება და ხო მაგას ნამდვილ მანქანაში ხო ისა და აი აქ აკუმულატორი მაგას უყურებდი რომ ეგ რა არის მეთქი ანუ პოლში აქვს აკუმულატორი და როგორი ის არის შენ თვითონ რო გინდოდეს შეცვლა აკუმულატორისა ხო საკმაოდ რთული არის ანუ იამა უნდა კონდეს ხო აუცილებლად ისა რა ან რო იწევა რა ხო უნდა მოიხსნას უკანა თვალბორბალი ხო და უნდა მოიხსნას ეს ზაშიტნიკი რა დამცავი ანუ ჯობია რომ აკუმულატორი არ დაჭდეს ხო და იქ კიდე რაღაცა კრონშტეინებია რომელიც რო ხელს უშლის რო აკუმულატორი მოხსნა და გამოიღო ხო რა მოკლედ რო თქვა ჯობია აკუმულატორი არ დაჭდეს კაროჩე მიმიქარავს პრიუსის აკუმულატორის მოხსნა და დააყენება რა პრიუსაც პრიუსზე მაგთან საუბარი უკანა სიდენის ქვეშა აქვს მაგ მანქანას რამე კაი აქვს ხო არ ვიცი მოკლედ აი ესეთი რთული რატომღაც მოინდომეს რომ ეხა ნახე მინდა რომ ხელში აიღო მანქანა და ბორბლები მოატრიალო კი და 1.53-ზე ეს ძალიან იშვიათია და ავტო არც ეგ აქვს რული არა ანუ კაი ეხა ბორბლები მოძრაობს ხო 1.53-ზე რომ ბორბლები მოძრაობს ეგ უკვე თემა ხო მოკლედ სულ გამოვიდა 4099 ცალი ცოტა კი ბატონო ცოტა მაგრამ გამოვიდა მანდედან ეს ვერსია 50 ცალი 50 ცალი გამოვიდა ეს ვერსია და სხვათა შორის მომბობდი რომ მეთქი ფიქრობდი რომ მეთქი როდსტერი არასდროს არ მექნება მაგრამ ეხლა უკვე თავისი ის აქვს რა მას რა 50 ცალი რომ გამოვიდა ხო ნუ ლიმიტირებული გამოუშვეს 50 ცალი გამოუშვეს ანუ ეს უფრო იშვიათი თემაა ხო იშვიათი თემა არის რა ხა წარმოიდგინე 4099 ცალიდან 4100 ცალიდან რა 50 ცალი გამოუშვეს ეს და ეს უფრო ძვირი ეღირებოდა სავარაუდოდ ვიდრე ჩვეულებრივი ხო რა თქმა უნდა იმიტომ რომ ჩვეულებრივის ფასი იწყებოდა 205,000-დან 205,000 დოლარით და წარმოიდგინე 2001 წელს 2001 წელს ძვირი გამოდის რა ხო რაც შეეხება მონაცემებს იყო LP 400 LP 670 670 4 ხო 400 ეგ გამოვიდა სულ ბოლოს 2010 წლის ბოლო მოდიფიკაცია ხო 2010 წლის 5 ნოემბერს გამოუშვეს სულ ბოლო მოდიფიკაცია მაგ მოდელისა რომელსაც ჰქონდა 670 ცხენის ძალა და პირველს ამას რამდენი პირველს ჰქონდა 580 ცხენის ძალა ხო ძრავები მაგალითად 6 და 2 ჰქონდა ჩვეულებრივს 640 LP 640 ხო 6 და 2 V12 ძრავი ჰქონდა და ისა მექანიკა იყო ხო შვიციჩქარიანი მექანიკა ჰქონდა აჩქარება ჰქონდა 0-დან 100-მდე 3.8-9-ში მართლა ხო 2001 წლისთვის მაგარია
ხო, და სტოკს ქონდა 580 ცხენის ძალა რა. პირველ მოდელს. ხო, პირველ მოდელს. ქარხნულ მოდელს. კონკრეტულად ამ მოდელს ეს რაც არის? ხო, ეს რაც არის. 650 ცხენის ძალა აქვს ამას. 3.4 აქვს აჩქარება. ანუ ბოლო ისას. ხო, ეს კაბრიოლეტი რაც გამოუშვეს რა. მაგ ვერსიას უკვე განსხვავებული ისა ქონდა. კი. გამიგე? ხო და ყველაზე ცოტა აჩქარება. ხო, აი ეს 670 ცხენის ძალით რომელიც იყო. სუბოლო მოდელი რა, აი ეს LP 670 4. მაგას ქონდა 670 ცხენის ძალა წარმოიდგინე, იმიტომაც ერქვა რა ეგეთი სახელი რა. პლუს იყო კვადრო 4-ვე წამყვანი თვლებით. აჩქარება ქონა 0-დან 100-მდე 3.2-ში. 3 და 2-ში დებდა 100. ეს გამოვიდა 2010-ში. ხო, 2010-ში. 3 და 2 2010 წლისთვისაც, რავი. ხო, ძალიან მაგარი რაღაცაა. და იყო კიდე ჩვეულებრივი ვერსია რა. ხო, თან ეგ მე ვიძახი SV-ზე. სუპერველოჩიზე რა. და ჩვეულებრივი სტანდარტული სუპერველოჩი რომელიც იყო, ხო? იმას იგივე ქონდა სტანდარტული სუპერველოჩი ვერ იქნებოდა. სტანდარტული მურსელაგო იქნებოდა. განსხვავება რაში იყო რა? აჩქარება 3 და 4-ში ქონდა სტანდარტულად, გაიგე? ისიც ბევრია რა, ხო. ბევრია. ოღონდ იმასაც 670 ცხენის ძალა ქონდა. ხო, წონა იყო სადღაც ტონა 851 კილოგრამი. ნორმალური წონა. ხო, და სუპერველოჩისა იყო 1746 კილოგრამი. ეხლა რაც შეეხება სახელს. ხო, ეს საინტერესოა. მართლა ძალიან საინტერესო ფაქტი მოხდა. ესე იგი 1869 წელს ტორიადორის დროს ხო ხარს ერქვა მურსელაგო. ნუ მაგას რომელიც ხო მატადორმა წარმოიდგინა 24 ჯერ ჩაარჭო ხმალი ხანჯალი ხო სავარაუდოდ და ვერ მოკლა და ბოლოს ხო გადაწყვიტა რომ სიცოცხლე აჩუქა მაგ ხარს გაუშვა ხო გაუშვა არა არ მოკლა რა ხო ანუ ბოლოს ხო უნდა მოკლას არა მატადორმა და არ მოკლა რომელიც რომ ტორიადორში ძალიან იშვიათად ხდება ეგეთი ფაქტი რა და გადარჩა ეგ ხარი ეგ მურსელაგო და ეხლა ყველაზე საინტერესო ნახე შემდეგში ეგ ხარი იყიდა ვინმე მიურამ ხო აზრი ხარ რომელმაც მე ნუ მოაშენა რა ძლიერი ხარების გამრავლება დაიწყო მაგ ხარით ერთი წუთი ვისაც ლამბორგინი მიურას ისტორია ნანახი არ გაქვთ და ფილმი ლამბორგინი კაცი ლეგენდის მიღმა ეხლა გათი შედვიდეო და ხო აი ხო მაგარი რაღაცა არის რა წარმოიდგინე მანქანაზე მაგარი ისტორია სახელს ხო რა მანქანის სახელს ხო მაგიტომაც ქვია სავარაუდოდ ხო მოკლედ აი ეგეთი ისტორია მოუყევი რა ვიცი იმედია მოგეწონათ ხო რა ვიცი ანუ ლამბორჯინებს ყოველთვის ეხა არ ვიცი რამდენად როგორ და რანაირად აკეთებენ იმიტომ რომ ახალები რაც გამოდის ესეთი თემაა რა ვეღარ აგრძელებენ იმ ლეგენდას რასაც ხო რაც შეეხება ეხლა მანქანას ეს რატო ხო ამ მანქანის კონკურენტი იყო 599 ოღონ GTB აი ო GTB არა ნუ GTB არა გვაქვს ჩვენა ეს არის XX Ferrari ხო ეს Ferrari თქვენ არ გინახიათ ეს იყო ერთ-ერთი ჟურნალის სერია სხვათა შორის ჩვენ უბრალოდ ბოლიდი ყავს McLaren MC12 ყავს ხო და მაგაზე მაგიტომ აღარ მოვიტანე ის მანქანა მაგაზე ეგეც ამისი კონკურენტი იყო მაგ დროს მაგაზე ვიდეო დევს და ბეკას მაგისთვის მადლობა გიგიმიშვილს იმიტომ რომ გვაჩქა ხო გამოწერა და ის იყო Enzo Ferrari იყო კიდევ კონკურენტი Enzo Ferrari ზეც ვიდეო დევს Enzo Ferrari-ზეც და ნუ
ნუ განსხვავებული ხა ფერების მიხედვით ეს მანქანა მოვიტანე და მაინც ორივე ყვითელი. ნუ ეხა ვიღაცას რო არ ეგონოს რომ რატო მაინც და მაინც ყვითელი მანქანა. ძველი ლამბორჯინების ფერი იყო ყვითელი, მიურაც ყვითელი იყო. სულ პირველი გამოშვება მიურა იყო ყვითელი ფერის. ყვითელი იყო, გალარდოც ყვითელია, ესეც ყვითელია, დიაბლოც ყვითელია და Countach-იც ყვითელი გამოუშვეს პირველი მოდელი, Diablo-ც ყვითელი გამოუშვეს პირველი მოდელი. აი როგორც Ferrari-s ფერი არის წითელი, ისე Lamborghini-s ფერი იყო ყვითელი. იყო. ხო, იყო. მერე სხვა მოდელებში შეცვალეს ფერი. ხო, ეგრე Porsche-s ფერი იყო მუქიმწვანე. მუქიმწვანე და გამოდის ბევრი ფერის. ხო. ჩვენც გქონდა Porsche-ები, რომლებიც მწვანე არ არის. ხო. მოკლედ აი ესეთი ამბავი მოყევი. მოვჩით. ხო, რა ვიცი. ნუ გამოიწერეთ არხი, ვიდეო დალაიქეთ, იმიტომ რომ თქვენ რო ვიდეოს დალაიქეთ, ალგორითმს ვეხმარებით და უფრო მეტი ადამიანი ნახულობს ვიდეოებს და მეტი ადამიანი რო ნახავს, მეტი გამომწერები იქნება და უფრო მაგარი მანქანებიც წამოვა. და არსებულ გამომწერებს კიდე მადლობა თანადგომისთვის. ძალიან დიდი მადლობა იმისთვის, რასაც აკეთებთ. იმიტომ რომ თქვენ რო არ ყოფილიყავით, ეს არხი არ იქნებოდა ესეთი როგორიც არის, ან საერთოდ არ იქნებოდა. და ესეთი კარგი მანქანებიც არ გვეყოლებოდა ჩვენც და ამ არხსაც. ხო და მადლობა მინდა გადავხადო იმ ადამიანებს, ვინც ეს მანქანები მოგხდით. კი, მაგათაც დიდი მადლობა. იმიტომ რომ იცი, გვიყურებენ. კი. და ეგენიც კი მხარში გვიდგანა. კი. აბა დაგემშვიდობებით. შემდეგ ვიდეომდე ვნახოთ შემდეგი მანქანა რა იქნება და მე მგონია რომ ძალიან საინტერესო მანქანა იქნება. აუცილებლად. კარგად.